რომ გაგვითენდა, ჰალელუია, ცოტათი დაწყნარდა, ამინდი, თოვლი აშინებდა ხალხს და ბევრი არასასიამოვნო რამ მოხდა ამასთან დაკავშირებით, როგორი მომზადებულიც არ უნდა იყო, მაინც სტიქია, სულ სხვა საკითხია, ამიტომ მაინც ფრიზლად უნდა ვიყოთ ყოველთვის ძვირფასებო და ფრთხილი. კარგით, გაკურთხებთ იესოს სახელით, გთხოვთ რომ მოვემზადოთ, აიღოთ თქვენი ბიბლია, თქვენი კონსპექტი და იყოთ ყურადღებით, იყოთ მობილიზებული, იყოთ კავშირზე უფლის წმინდა სულთან, იმიტომ რომ მას აქვს შენთვის პასუხი დღეს, რადგანაც მან იცის თუ რა საჭიროებაში ხარ და როგორ უნდა გააგრძელო გზა. გაკურთხებთ ყველას. წინა კვირას მე ვიქადაგე ძვირფასებო იმაზე, რომ რასაც აკეთებ, ყველაფერი მთელი გულით უნდა გააკეთო და უნდა გააკეთო არა როგორც კაცთათვის, ადამიანისთვის, ისიც მთელი გულით უნდა აკეთო, მაგრამ ისე თითქოს უფლისთვის აკეთებ. რაც არ უნდა გთხოვოს ადამიანმა და შენც უნდა ეძებდე საჭიროებას, რომ ხელს უწვდიდე, ხარს უჭერდე და ეხმარებოდე მოყვას, ისე უნდა აკეთებდე თითქოს იესოს უკეთებ. ამიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის ძვირფასებო. რადგანაც თუ ესე ვიქცევით, მაშინ ვართ ღმერთის ნების და კურთხევის ეპიცენტრში, იმიტომ რომ მის სიტყვას ვასრულებთ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ მოვიქცეთ ისე, როგორც უფალი გვეუბნება, რათა არ აღმოჩნდეთ, ესე ვთქვათ, ეშმაკის ყურადღების ქვეშ, იმიტომ რომ ის ჩასაფრებულია და მას გააჩნია ოცნება ძვირფასებო. ეს ბოლო წლები ცოტათი სხვანაირად ასოცირდება ჩვენს ენაში სიტყვა ოცნება, მაგრამ თავად ეს სიტყვა ძალიან კარგი რამ არის და ქრისტიანს უნდა ქონდეს ოცნება. და შესაძლებელია ქრისტეში, რომ ეს ოცნებები აღსრულდეს. ეშმაკის მისია ძვირფასებო, რომ გაგიფანტოს, დაგიხარჯოს, გაგიფლანგოს მთელი შენი ცხოვრება, შენი ჯანმრთელობა, შენი შემოსავალი, შენი ყურადღება. თუ რამ იკარგება მიდის დანაკლისში, ეს მისგან არის. მაგრამ მას არ აქვს უფლება, რომ ჩაერიო შენ ცხოვრებაში, ვიდრე შენ არ მისცემ მას ამის საშუალებას. რატომ აკეთებს ამას ეშმაკი? რომ აღარ იფიქრო უბალზე, რომ აღარ იფიქრო გადარჩენაზე, რომ აღარ იფიქრო ხსნაზე და იყო კონცენტრირებული პრობლემაზე, რომელიც უფრო და უფრო მეტი ხდება ამ ბოლო დროს მთელს ქვეყანაზე, მთელს დუნიაზე. ამენ. არის ბევრი პრობლემები ქვეყანაზე ძვირფასებო. უამრავი, წარმოუდგენელი და უფრო მეტი იქნება. იმატებს და მატულობს. რა არის ეშმაკის ოცნება, მეგობრებო? რომ დაგიხუროს ბიბლია. გააქვს ბიბლია? ზოგჯერ შეიძლება წაიკითხო კიდეც, მაგრამ არ შეასრულო. გესმით? ეშმაკის ოცნება, რომ არ ილოცო. ეშმაკის ოცნება, რომ არ აპატიო. ეშმაკის ოცნება, რომ არ შეიყვარო. ეშმაკის ოცნება, რომ არ იყო აქტიური ეკლესიაში. ეშმაკის ოცნება, რომ არ შესწირო. ეშმაკს ბევრი ოცნება გააჩნია და იცი, სია შეიძლება შორს წაგვიყვანს ამ ჩამოთვლილთაგან. შემთხვევით ხომ არ გიწევს ასრულება მისი ოცნების. ამიტომ რომ ის ვერ დაგაძალებს. სადაც შენი თანხმობა ჭირდება, შენი ძალისხმევა ჭირდება, შენი გადაწყვეტილება ჭირდება, შენი ნაბიჯები ჭირდება. ოცნება
გადაგარჩენს და გიხსნის შეიძლება, მაგრამ მინდა დავიმახსოვროთ ძვირფასებო, შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოს ახდენილმა ოცნებამ, მაგრამ დასაწყისშიც ვთქვი მისალმებაში, რომ მხსნელი მხოლოდ და მხოლოდ არის იესო ქრისტე და არა ასრულებული ოცნება. ის დარჩება ასრულებულ ოცნებად, შეიძლება ბედნიერებას მოგანიჭებს ან სხვას მიანიჭებს ამ ბედნიერებას, მაგრამ გადამრჩენელი ვერ იქნება. იმიტომ ნებისმიერი ოცნება დროებითია ძვირფასებო. ერთადერთი რაც მარადიულია, ეს არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მან გვითხრა, რომ ნუ გიყვარს საწუთი სოფელი იოანეს წერილებში, არა სახარებაში. მან ასევე გვითხრა იაკობის მეშვეობით ძვირფასებო, რომ ნუ მეგობრობ წუთის ოფელთან, იმიტომ რომ ეს არის ღმერთის მტრობა, ეს არის ღალატი. ზოგი თარგმანი პირდაპირ ესე იწყება ამ მუხლის. მრუშნო, გასმით, ძალიან არასასიამოვნო შეძახილია. ეგ სიტყვა რომ დაიძახო, არავინ არ გამოიხედავს. იმიტომ შეურაცხყოფელია. მაგრამ ბიბლიაში წერია ეგ სიტყვა ძვირფასნო. და ეს ეხება იმას, ვინც მაინც მეგობრობს ქვეყნიერებასთან. ეგ ეკლუცება მას და ეს ყველაფერი ეტაპობრივად ნელ-ნელა ხდება. ამიტომ თუ მეგობრობ, მისი მტერი ხდები. არავის არ უნდა რომ იყოს ღმერთის მტერი. არ არსებობს ვინმე, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ღმერთის მტერი, ვინც ეკლესიაში დადის და არის წევრი, უყვარს უფალი. მაგრამ ნახეთ ღმერთი რას გვეუბნება. ერთია ჩვენ რა გვინდა, ჩვენ როგორ თვლით და უყურებთ ჩვენს თავს და უფალი როგორ მოგმართავს. ქვეყნიერებას უყვარს ღალატი. რატომ გვეუბნება უფალი, რომ არ იმეგობრო ქვეყნიერებასთან? ქვეყნიერებას უყვარს ჭორიკნობა. ქვეყნიერებას უყვარს ეს მისი მამოძრავებელი ძალა, გესმით? და იმიტომ უყვარს. ცილის წამება, ურჩობა, თავნებობა, სიცრუე. ქვეყნიერებას ძალიან უყვარს პირფერობა, ძვირფასებო, მლიქვნელობა, გამორჩენა. გესმით? სიძულვილით არის გაჟღენთილი. და გაქვთ გამოცდილება ამასთან. იცით? შეხება გაქვთ. ჩვენ ცხოვრობთ ამ წუთის სოფელში. მე გგზავნითო თქვენ წუთის სოფელში უფალმა თქვა? მაგრამ თხილად იყავით. იყავითო ფარაში, როგორც ცხვარს ბლებს შორის. ჰალელუია. ის რაც უყვარს ქვეყნიერებას, ანუ რაც არის მისი მამოძრავებელი, ამას უფალი უწოდებს ძვირფასებო ცუდ საზოგადოებას, რომელიც რყნის კეთილ ზნეჩვევას. რა საინტერესო არა? ცუდი საზოგადოებაო რყნის კეთილ ზნეჩვევას. ძალიან მომწონს ეს მუხლი ძვირფასებო. ვის უნდა კონდეს კეთილი ზნეჩვევა? ჩემთან ხართ? ვის აქვს კეთილი ზნეჩვევა? მოდი მოვიკითხოთ, აბა, როგორი ზნეჩვევა გვაქვს, ძვირფასებო. და თუ არ არის ისეთი, როგორიც თუნდაც შენ გინდა და გსურს, ვინ გარყმნა? ვის აქვს ზემოქმედება მასზე მოხდენილი? იესო მხსნელია და მას უნდა რომ გიხსნას ამ გარყვნილებისგან. გინდა გიხსნას? ის არის მხსნელი, ვერავინ და ვერაფერი ვერ იხსნის ადამიანს, ვირფასებო. ამიტომ უნდა მიატოვო ყველაფერი
უნდა აიღო შენი ჯვარი, უნდა შეიძულო, უარყო თავი, აი რას გვეუბნება უფალი. და გაყვემ ხსნელს მის ეკლესიაში. მე კიდე ერთხელ გიმეორებ ძვირფასებო, რომ სიმბოლურად ჩვენს ეკლესიას ქვია ქრისტეს კიდობანი. მოდით ნახოთ კიდობნის ესე ვთქვათ ილუსტრაცია. ის ხსნის სიმბოლოა. გესმით? აი ერთადერთი შანსი, რომ ჩვენი ზნე-ჩვევა არ იყოს გარყვნილი. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ მოზიარეობაში. ჩვენ უნდა ვიყოთ გადარჩენის კიდობანში. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ერთობაში ძვირფასებო. ამენ. უნდა დავსახლდეთ. უნდა ვსახლობდეთ. შენი სახლი უნდა იყოს შენი ეკლესია. ეს არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შემოივლი რა ზოგჯერ. ან თუ პრობლემა გაქვს, რა თქმა უნდა გამოიქცევი, რომ იქნებ შეგიწყალოს უფალმა. რატომ არ ისმენენ ღმერთის სიტყვას? აი ვინმე რო გკითხოს, რატომ არ ისმენენ ღმერთის სიტყვას? როგორი რეაქცია გექნება, როგორი პასუხი გაქვს ამაზე მომზადებული? რატომ არ ისმენდნენ ღმერთის სიტყვას? ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ეს გადარჩენა მაშინ აბსოლუტურად. იმიტომ რომ არ უნდათ კომფორტის მიტოვება, არ უნდათ თავისუფლების შეზღუდვა, არ უნდათ ხორცის ჯვარცმა, არ უნდათ გამოსვლა და ესე ვთქვათ თავისუფლების დაკარგვა, იმიტომ მტკივნეულია, არასასიამოვნოა რა. და ხორცს არ მოწონს, რაც არასასიამოვნოა. ამიტომ არის რომ როცა სიცხე არ მოწონს სიცხე, როცა სიცივეა არ მოსწონს სიცივე, როცა სველდება არ მოწონს წვიმისგან თუ თოვლისგან. სამუშაო მუშაობა არ მოწონს. არ მოწონს დამდაბლება და ბევრი რა. ხო, რომ ყოველთვის გაითვალისწინო და დაიმახსოვრო, რომ შენ არა ხარ თავი ეკლესიის. ამენ. და არც სხეული ხარ ჩემო კარგო. ჰალელუია. თავის სხეულის ეკლესიის იესოა. ეკლესია სხეული და ჩვენ ნაწილები ვართ მასში. ასოები, ცოცხალი ქვები, არც თავი ხარ და არც სხეული, შემადგენელი ხარ. ამენ. ძალიან ბევრს ესე გონია. არის კატეგორია, რომელსაც გონია, რომ ის თავია. და ესეთ შემთხვევაში, ესეთ ეკლესიაში წამსვე ტოვებს ესეთ ეკლესიას სულიწმინდა. სულიწმინდა არ არის იქ, სადაც არ არის გამდიდებული უფალი იესო ქრისტეს ვიფასებო. სადაც ქრისტეს სიტყვა არ იქადაგება, სადაც კომპრომისია. არ ვიცი, შეიძლება მოფერება, თავზე ხელის გადასმა და არა სიტყვის ქადაგება. იესოს ძულდა თავისი ეკლესია. რატო არ ეფერებოდა? რატო ამხელდა? რატო ტვირთავდა? რატო უშვებდა? ცხრებს გლებს შორის. და ბევრი შეიძლება ამაზე ვიფიქროთ. ღმერთი მით უმეტეს არ დაგაძალებს ვიფასო. იმიტომ რომ მან თავისუფალი ნების და უფლების შექმნა. რომ იყო თავმდაბალი, გინდა თავმდაბალი იყო. ღმერთი არ დაგაძალებს ამას. ღმერთი ვერ გახდის თავმდაბალს. ღმერთი ვერ გაიძულებს რომ მოწესრიგებული იყო. ღმერთი ვერ გახდის, არ გახდის. შეუძლია რომ იყო დამჯერი. ძალიან უნდა ღმერთს რომ მადლიერი და კმაყოფილი იყო. შენ გინდა მადლიერი და კმაყოფილი რო იყო. არ დაგაძალებს ღმერთი, იმიტომ თავისუფალი ნება მოგცა.
ტვერსასრუტი ხო გვაქვს სახში ძვირფასებო. ჩვენ ვაიძულებთ იმუშაოს ტვერსასრუტმა. ვაძალებთ მას მუშაობას. ესმეთ? ჩვენ არა ვართ რაღაც ნივთი ტექნიკური ღმერთის ხელში რომ დაგვაძალოს და გაგვაკეთებინოს, შეგვასრულებინოს ის ფუნქცია, რისთვისაც შეგვქმნა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ. ესმეთ? რომ მსხვერპლიანი ვიყოთ, ვერ დაგვაძალებს ღმერთი. ვერ დაგვაძალებს რომ ვიყოთ ანგარიშვალდებული. არა და უნდა ვიყოთ აუცილებელი ანგარიშვალდებულება. დაუსვი შენს თავს კითხვა ამ ჩამონათვალთაგან. რატომ არა ხარ? იმიტომ რომ არ გინდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, არ გინდა თავისუფლების დაკარგვა. ნახეთ, მსგავსი, იმიტომ იესო მას თქვა, როგორც იყო ნოეს დღეებში, როგორც იყო ლოტის დღეებში, ზუსტად იქნება კაცის მოსვლის წინ. კაცის ძის მოსვლის წინ, იესოს მობრუნების წინ. ისმენდნენ, ზოგი თავნებობდა, ზოგი დასცინოდა, ზოგი ამბობდა, ნუ ამას რომ მოვრჩები მერე. ზოგმა ინანა შეიძლება, მაგრამ გვიანი იყო. ამიტომ მივაქციოთ მინდა ყურადღება ამას ძვირფასებო, იმიტომ თუ გინდა შეიცვალო შენი ცხოვრება, შენი ურთიერთობა, შენი მოზიარეობა უფალთან, შენი ურთიერთობა და-ძმასთან. როგორც არ უნდა ჩხუბობდეს ოჯახში ბავშვები ერთმანეთში, ისინი ვერ შეცვლიან ამ ოჯახს. ეს მაინც მათი ოჯახია. და პატარებმა იციან ძვირფასებო, ხო? აი ლამის მოსაკლავად იმეტებენ ერთმანეთს. იცის ეს მშობელმა. და მუდმივად რისი კივილ-წივილია სახში. არქნა, გაჩერდი, გეყოფა, ნუ მოткаცუნება და ასე შემდეგ. ეკლესიაში ანალოგიურად ხდება. ხარ ღმერთის ბავშვი? ღმერთის შვილი ხარ? ჯობს აწიო ხელი, იმიტომ რომ ჯობია ბუშს. ამენ. ამიტომ არავის არ უნდა იყოს ბუში. ამიტომ უნდა შეიყვარო და უნდა გქონდეს მოზიარეობა შენს დასთან და ძმასთან. შენს მოყვასთან, ამიტომ შენ არ აგირჩევია ის ვინც შენს გვერდით არის, უფალმა აირჩია. ამენ და რას გეუბნება? მოეხმარე? იცით, არის ესეთი მუხლი, პავლე მოციქული ამბობს, რომ ერთმანეთის ტვირთი ზიდეთო, მაგრამ უფრო ორიგინალში რა წერია, იცით ძვირფასებო. ხელი შეუწყეთ მათ თავისი ტვირთის ზიდვაში. შენ კი არ უნდა უზიდო მას ტვირთი, მაგრამ დაეხმარო რომ მისი ტვირთი ზიდოს. ფანტასტიკურია. ამენ. აი, სათაურის ესეთი მივეცი დღეს ძვირფასებო. მოზიარეობაში რო გავერკვეთ. ამენ. ერთმანეთთან. იქონიე მოზიარეობა მოყვასთან. შენი მოყვასია, ვინც შენს გვერდით არის. შენ არ უნდა გახდე ობიექტი. რომ ჭორები შენზე გადმოიყაროს, ცილის წამება, ზურგს უკან ლაპარაკი. პირიქით. ის უნდა იყოს დარწმუნებული, ვერც კი გაგიბედოს. იმიტომ რომ მე რა რომ შენ შეიძლება გუშინ ვერ შეთანხმდი რაღაცაში მასთან. შენ გიყვარს, იმიტომ რომ ერთი პასუხს მოგთხოვს. ჩვენ არ დაგვილაგებია ჩვენ სხეულში, ძვირფასებო ორგანოები. გააქვთ ორგანოები. აქ რომ მოდით ყველა წამოიღეთ ყველა ორგანო, რომელიმე ხო არ დატოვეთ სახში. არ უთქვამს ვინმეს მე მეზარება წასვლა ეკლესიაში. მეძინება. ამ შია და ვერ ვიქნები მარხვაში დღეს. ხო მარხვაშიც ვართ. ჰალელუია, გაკურთხოთ უფალმა. გესმეთ? ღმერთმა დაალაგა. და იცი მათი მისია რომ იყვნენ მოზიარენი ერთმანეთთან. ამენ. იქონიე მოზიარეობა მოყვასთან. იყავი მოზიარე. ამენ.
ამიტომ რომ მე მინდა დღეს როცა ვიდრე ზიარებას მივიღებ ძვირფასებო ღმერთის სერს ვიცოდეთ რას ვაკეთებ. ამიტომ ეს არ არის უფლის სხეულის სიმბოლოს პურის გადაყლაპვა და სისხლის სიმბოლოს ღვინის ისა დალევა. ამას მნიშვნელობა აქვს. ამენ. გაკურთხებთ იესოს სახელით. ამიტომ ცვლილებას ვირფასებო ყოველთვის წინ რაღაც მოსდევს, ხო? ვიცით არა, რომ ცრემლით თესავს თესველი, მაგრამ სიხარულით იმკის. ცვლილებას ცრემლით ანძდევს. წვალება შეიძლება რაღაც სახის. ტანჯვაც კი. ამიტომ ღმერთს უნდა რომ მომთმენი გავხდეთ. გინდა მომთმენი იყო? ეს უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ყველა იტყვის კი. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ ძვირფასებო. გინდა მაგარი მომთმენი იყო? აი, რომ უთხრა ღმერთო, მინდა მომთმენი ვიყო. აი, როგორ გაგხადოს მომთმენი? ეს არ არის, აი, რო გინდოდეს, თქვა, ჩარვალი და ნუ ან გაჩუქოს, ან თანხა მოგცეს რო იყიდო. გინდა რაღაც და შეიძინო. აი, როგორ უნდა შეიძინოს ადამიანმა მოთმინება? ის ტანჯვას მოგცემს, რომელიც გახდის მომთმენს. ამენ? გინდა მომთმენი იყო? ჰალელუია. კარგი, მე ესე რომ დამესვა კითხვა, ვის უნდა ტანჯვა? გამოცოცხლდით? არავის არ უნდა ტანჯვა, მაგრამ ისი არ მოხდება მოთმინება, ჩემო კარგო. ამენ? ამენ. ჰალელუია. გინდა მოთმინება გქონდეს? ჰალელუია. ხართ კონტაქტზე. მოდით ნახოთ, ძალიან კარგი ადგილია ფილიპელებში. ვინაიდან ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ. ტანჯვაც მისთვის. ალო, ისმის? რწმენა მოგეცა ქრისტეს მიერ. ხარ მორწმუნე ქრისტეს? ვინ არის ქრისტეს მორწმუნე? ჰალელუია. იცი, იესო როგორც რწმენა პარალელურად ტანჯვაც მოგცა. და თუ ტანჯვას გაურბი ხარ ქრისტესთვის, მორწმუნე არა ხარ. რა ადვილი მოსასმენია. ამენ. ძვირფასებო, უმნიშვნელოვანესია რომ ვიცოდეთ ეს. როდესაც ჩვენ, იცი, იმისთვის კი არ ვიტანჯებით რომ რაღაც გავაკეთეთ არასწორი. ეს არა. როცა ქრისტესთვის იტანჯები. მისი ტანჯვის თანამოზიარეც ხარ. ქრისტესთვის, როდესაც იტანჯები. თანამოზიარე ხარ, თანამონაწილე ხარ მისი ტანჯვის. და ამ ტანჯვას აუცილებლად მოყვება მოთმინება. ამენ. რომაელებში ჩემი საყვარელი თემაა ძვირფასებო ტანჯვა. ვინც გაიარა ბიბლიურ სკოლაში, კოლეჯში თემა გახსოვთ კიდე? ერთი ისე უნდა ვიქადაგო მაგი. ძალიან მიყვარს. რაღაც წილი მეც გავიარე ეს ტანჯვა. და შეუძლებელია ტანჯვის გარეშე უფალმა წამოწიოს ვინმე? გინდა წამოღწიოს უფალმა. აუცილებელი საფეხურებია ეს ვიფასებო. ამენ. რომაელებში პავლე მოციქული ამბობს, რომ არაფერი არის ეს დროებითი ტანჯვა იმასთან შედარებით, რაც მარადიულში ველოდება. ვაუ. გინდა მარადიულში, სიხარულში შეხვიდე და ნეტარებაში? რატო ხარ კონცენტრირებული ტანჯვაზე? აი რას უნდა უმიზნებდე? უფალმა იცის, როდის ტანჯვა მოგცეს, როდის შვება, როდის ნუგეში, როდის გამხნევება. ამენ. როდის კიდე უფრო ტანჯვა. ეს გაძლიერებს შენ. ჰალელუია მას. ამენ. რატომ იტანჯა ის გმირები ბიბლიის, რომლებმაც სერიოზული რამ გადაიტანეს? რისთვის ღებულობენ ამ ტანჯვას, რომ დაიღუპონ? გადასარჩენად. ამის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა. ამენ. ეკლესიაში აი ეს
და ძმა მიყვარს, მაგრამ ესენი მტანჯავე. ზოგს, აი გამოხედვაც ისეთი აქვს, რომ უკვე ვიტანჯები რომ მიყურებს. აი მტანჯავს ეკლესიაში პასტორი. მაიძულებს ბიბლიის კითხვას, ლოცვას, მარხვას, გადარჩენა უნდა ის მაშინ რომ ხუბრობდით. შესაწირავზე ქადაგებს და მტანჯავს. თავდაბლობას მაიძულებს, აი ვიტანჯები ამას რომ მეუბნება, აი მოცელილი ვარ რა. პატიებას მაიძულებს. ვინ გაიძულებს ვიფასო? განაუფალი არა? ვინ? ვის სიტყვას ისმენ? ვისი სიტყვის გჯერავს? ვის სიტყვას ასრულებ? და აი რატომ არ ახარ მომთმენი თუ არ ახარ? და შესაძლებელია რომ გახდე მომთმენი, იმიტომ რომ თავად უფალმა გადაიტანა ეს ტანჯვა. მოითმინა თვით სიკვდილამდე. და რაც გახდა ტრამპლინი მისი ამაღლების. გინდა 60-ში ზეცაზე. უნდა გაიარო ეს. და ამიტომ ძვირფასნო, ღმერთმა მოგცა ესეთი იდეალური საშუალება მოზიარეობის. არ გვინდა შორს წასვლა. აი აქ გამოგჩარხავს უფალი. ისეც, როგორც იქნება აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მზა კანდიდატი სასუფევლისთვის. აი ამიტომ არ უნდა მიატოვო საკრებულო. ამიტომ უნდა იყო ყოველთვის. ამენ? რატომ? იმიტომ რომ ჯობს ქრისტესთვის იტანჯო. ვიდრე წუთისოფლისთვის. ჯობს გარდაუვალია ტანჯვა. ამიტომ შედი ქრისტესთვის ტანჯვაში. იმიტომ რომ წუთისოფელი, გურამიშვილი როგორ ამბობს? თუ კაცსა ცოდნა არ აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი. გენიალურია ძვირფასებო. ამენ? უცოდინარობის გარეშეო იღუპება ჩემი ერი, ოსია წინასწარ ყოველი გვეუბნება. და საგულისხმოა. კარგით. სიზარმაცე, სიჯიუტე, მიკერძოება არის წეულების საწინდარი. ბევრია წეულების საწინდარი, მაგრამ ესენი განსაკუთრებით. ხოლო დაჯერება კურთხევის საწინდარია. გესმით ძვირფასებო? გინდა კურთხევა. მაშინ არ ვიცი ძალიან დიდი ასოებით რამოდენიმეჯერ გადაუსვი. რომ კარგად მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი. დაწერე დაჯერება უფლის სიტყვის. ძვირფასებო, როდესაც ბავშვი იბადება, ნუ ხომ ბედნიერება და სასიხარულო მომენტი ეს. მაგრამ ნახეთ, რატომ არის რომ იბადება ბავშვი და ეგრევე სიმღერას იწყებს, ცეკვას, მღერის, ტახტის, გამოსცემს სიხარულის ყიჟინას. რატომ არ არის ესე? პირიქით, ჩხავის, ტირის. ეს მისთვის არის საშინელება. გესმით? კატასტროფის ტოლფასი. ამიტომ რომ გონია რომ რაღაც დამთავრდა მის ცხოვრებაში. დიდი ტრაგედია დატრიალდა მის თავს და უბედურება. დამთავრდა კომფორტში ყოფნა. ამიტომ რომ იქ იყო, არაფერს არ აკეთებდა, არ მუშაობდა, არ ხნავდა, არ თესავდა, ჭამდა და სვამდა და კოტრიალობდა. არ ციოდა, არ ცხავდა. ამენ. და დადგა დასასრულია მისი ნეტარების. და რა ხდება რომ იბადება? ღებულობენ, ჭიფსაჭრიან. ნახეთ ტკივილი. ტანჯვა იწყება პირველივე წუთებიდან მის ცხოვრებაში. ფეხებზე კიდებენ და ჯანჯღარებენ ესე. თუ ცოტა გაუჭირდა ამასუნ თქვა, ჩასუნ თქვა. კაი მაგრად ურტყავენ და უთავაზებენ. და ამის მერე დგება. ამ ტანჯვის მერე დგება ნეტარების დრო.
დედას დაუდებენ ესე გულზე და დამშვიდდება. ხო გახსოვთ ეს მომენტები? კი? ჰალელუია. და რა ხდება შემდეგ ძვირფასებო? მისი გაწმენდა, დასუფთავება, შემოსვა, საჭმელი და უზრუნველყოფა, მფარველობა, დაცვა. გესმით? აუცილებლად ნებისმიერ ტანჯვას მოყვება თავისუფლება და წინსვლა. ამენ. კურთხევა. ჰალელუია. ამიტომ თუ გინდა დაიწყო ახალი ცხოვრება. გინდა ახალი ცხოვრება დაიწყო. მოდი, ესე ვთქვათ, ბჭყალებში ჩავაკვეხებ კითხვას. მე რამდენად იწყებ? მაშინ ძვირფასო, ამ წუთის ოფელზე ან რაზეც გააქვს ეს ჭიპი მიბმული, მიიჭარი! აღარ შეუერთო. ესეთი გამონათქვამიც არის, ხო? ჭიპი ხო არ მაქვს მომიჭრილი. თუ გინდა რომ მოვიდეს სიახლე შენ ცხოვრებაში, გამოდი ამ კომფორტიდან. შენი შექმნილი, შეთხზული გულის თქმების, ვნებების ჭიპი მიიჭარი, აცვი ეს ხორცი ჯვარს და შეუერთი ეკლესიას რომ გაიზარდო. მოდით ნახოთ დღევანდელი ქადაგების საკვანძო ადგილი ძვირფასებო. მოციქულთა საქმეების 2:52 და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. ნახეთ რა კარგი სიტყვა, მე ძალიან მომწონს ეს და დაიმახსოვრეთ. აქ არ წერია მდგურობდნენ. რა არის მდგურობდნენ? დროებით იყვნენ. რაღაც ვადამდე, რაღაც დრომდე. აქ არის მკვიდრობდნენ. დამკვიდრდი. მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში და მოდით ნახოთ, განვიხილოთ ახლა ძვირფასებო, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. დიდება უფალს. პირველი, ეს ბიბლიის კითხვა და შესრულება. ამენ. იყავი მოძღვრებაში. გეხმარება გრაფიკით ბიბლიის კითხვა. გაგხადა მოწესრიგებული, დისციპლინირებული, ჩამოგაყალიბა, კარგია ეს და მოკიდი ამას ხელი. ნუ გტანჯავს ყოველ დღე ბიბლიის კითხვის საკითხი. წაიკითხე. ამენ. შემდეგ მოზიარეობა, ეს ურთიერთობაა ძვირფასებო. ერთობა რკინა-რკინას ლესავს. იცი, ხშირად თითქმის 100%-ით ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ერთობა არ არის, თვითონ არ არის ერთობაში. ამენ. ერთობა ვიღაციდან არ იწყება, შენიდან იწყება. შენი ყავი ერთობაში და იქნება ერთობა. ამენ. სიყვარული არ არის, ვინც ამბობს. პირველი ნაბიჯი მისი გადასადგმელია. შენ შეიყვარე. არსად არ წერია, რომ შეგიყვარებენო. ყველგან წერია, რომ შენ შეიყვარე. გესმით ჩემი ძვირფასებო? ამენ. დიდება უფალს. შემდეგ პურის გატეხვა ძვირფასებო. ეს არის როგორც სერობის საკითხი და ასე ერთად პურის ჭამა. ამენ. ერთ-ერთი მისია ძვირფასებო მეათედების. იცით რა არის? მაშინ რა თქმა უნდა ტრანსპორტი არ იყო და ხალხი შორი გზიდან მოდიოდა. რომ საჭმელი მოიტანეთ, რატომ იყოსო ღმერთის სახლში საჭმელი? რომ ეს დღე შენი არ არის, ღმერთის დღე არის. ამიტომ ამ განდიდებაში, თაყვანისცემაში, რომ მოგშივდება, იქვე გაქვს საჭმელი, შეჭამ და გააგრძელებ ისევ ღმერთის მომსახურებას.
აი რა არის, რატომ უნდა იყოს ეკლესიაში საჭმელისო? შენ უნდა მოიტანო. ამენ? იკურთხები და სხვასაც აკურთხებ. პირველ რიგში ვინ ჩენიანი არ წმენით. და მერე იმასაც უნდა გაუნაწილო, ვისაც არ აქვს. აი ეს არის უმთავრესი ძვირფასებო რისთვისაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. აი რატო გვეუბნება უფალს რომ არ მოხვიდეთო ხელსარიელი? ისევ ჩვენთვის. ამენ. ამიტომ რომ მოგშივდება კი არ უნდა გაიქცეო, მომშივდა და მოდი წავალ სახში. და შენ დაიწყე ეს და გააკეთე. ამას ეკლესია ადრე აკეთებდა და არ ვიცი რატომ არის შეჩერებული. სახლია ეს შენი. ამენ. სახლია შენი. დიდება უფალს. და შემდეგ მეოთხე ლოცვა. დამკვიდრება ლოცვაში, ლოცვა მარხვა, როგორც პირადი. ამენ. და ასევე ერთობლივი ლოცვა. ჩვენ გვაქვს 4 შაბათი დღე. ერთობლივი ლოცვის ძვირფასებო უკვე წლებია. ასევე ეკლესიაში არის პარასკევის ღამის ლოცვა. შემოუერთდი. გააფრთხილე, ვინც არის პასუხისმგებელი და მოდი ილოცე. ტელევიზორში და ტელეფონში ღამის თენებას ეკლესიაში გაათენე. წაგადგება. ჰალელუია. მოდით ნახოთ. მომდევნო ილუსტრაცია. რაც შეეხება პურს. ანუ სულიერ პურს, ბიბლიას. იესო თქვა რომ მე ვარო პური და ჩემთან მომსვლელს არ მოშირდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება. თუ შეასრულებ ბიბლიას, თუ დამჯერე იქნები ბიბლიის, გექნება სიცოცხლე, განკურნება, მფარველობა. ამენ? გინდა მფარველობა და განკურნება? სიცოცხლე ეს ბიბლიაშია, ღმერთშია ძვირფასებო. დიდება უფალს. მოდით შემდეგი ვნახოთ. დაუჭირეთ ხელი ერთმანეთს. აი რა არის მოზიარეობა? მარტო ის კი არა რომ ერთად მივიღოთ უფლისწერი. როდესაც შენ სხვას უჭერ ხელს, შენაც იმარჯვებ. ამენ. როდესაც სხვას ეხმარები, შენაც გამარჯვებული ხარ. როგორც კი მოსე აღმართავდაო ხელებს, იმარჯვებდა მტერზე. როგორც კი დაუშვებდა, მაშინ მტერი ძლევდა მათ. მარტო მოსე კი არ იყო სამიზნე ძვირფასებო. მთელი ერი მარცხდებოდა. ამიტომ დიდი სიამოვნებით უწევდნენ ხელს. იმისთვისაც უნდა დაუჭიროთ ვინმეს მხარი, ხელი წამოუწიოთ თუ მას ჭირდება. აი ეს არის ნამდვილი ქრისტიანული მოზიარეობა. ამენ. ამენ ძვირფასებო. გინდა გამარჯვებული იყო. იფიქრე ვინმეზე და ყოველთვის მხარი დაუჭირე მას. განსაკუთრებით ქვრივობლისთვის. განსაკუთრებით ქვრივობლისთვის შენს ეკლესიაში. მას დაეხმარე. პირველი მას გაუკეთე. ეს უფლის მოთხოვნილებაა ძვირფასებო. ამენ. მოდით შემდეგი ვნახოთ. აქ არის პინგვინები ძვირფასებო. იცით თურმე რაში ყოფილა საქმე? როდესაც სუსხი შემოუბერავს და არის ძალიან დიდი ყინვა. არის ესეთი ციკლია ზოგჯერ ძვირფასებო, ძალიან ცივი ქარის, ქარიშხალის საშინელება. ისინი ერთად დგებიან და თან ტრიალებენ, გესმით? რო არ გაიყინონ. და ანუ გარეთა მხარეს ვინც არის, ის იცავს, ვინც შუაშია. შემდეგ ვინც გათფება შუაში შესული, ის გამოდის და ენაცვლება ვინც გაყინულია. და ამას აკეთებენ მანამდე ვიდრე არ ჩადგება ეს ქარი. ცივი. აი რა არის მოზიარეობა? მოზიარეობა ის არ არის რომ მე რაღაც გამიკეთოს ვიღაცა. და რასაც თესავ იმას მოიმკი. ამენ.
ამინ ჩვენს უფალს ვიფასებო. აი რისთვის ვართ მოწოდებული? აი რა უნდა ვაკეთოთ? აი როგორ უნდა მოვიქცეთ? გესმით? რკინას ლესავს. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის შექმნილი. გავარკვიოთ, მოვიძიოთ, გამოვიკვლიოთ, მოვიკითხოთ, ვის სჭირდება. და ეს არის საოცარი პრინციპი ძვირფასებო. თესვისა და მკის, რასაც დასთესავ, იმას მოვიმკი აუცილებლად. ღებულობთ რამეს დღეს. ჰალელუია, კარგით. ნელ-ნელა დავეშვათ. შემდეგი ვნახოთ, მოდით. პური და ღვინო. იესოს სისხლი, ეს ჩემი სისხლიაო, იესო თქვა. ამენ. სისხლი გამომსყიდველია ძვირფასებო, სისხლი ფასია, რითაც გიყიდა უფალმა. და რასაც ყიდულობ, ის შენია და შენი საკუთრება. ასეა? არის შენი, რასაც ყიდულობ. გეუბნება, აღარ მინდებხარო? იესომ გიყიდა და შენს თავს არ ეკუთვნი ხარ. გესმის? შენს თავს არ ეკუთვნი ხარ და ვინ მოგცა უფლება? შენი ჭკუით იცხოვრო? უფალმა დაადგინა ძვირფასებო, რომ ერთად მე ვიღოთ ეს ზიარება. გესმით? და ასევე მან გვითხრა, რომ უღირსად შეუფერებლად არ მიიღო ზიარება, იმიტომ სახიფათოა. ამენ. ეს არის დანაშაული იესო ამბობს ჩემი სხეულისა და სისხლის წინაშე. როდესაც ჩვენ უღირსად ღებულობ ზიარებას. გესმით? ალო, მითხარით, ალო, ისმის. არის კონტაქტი. როდესაც უღირსად ღებულობ, დანაშაულს ჩადიხარ ეკლესიისა და იესოს სისხლის წინაშე. ამიტომ ის ამბობს, გამოსცადე თავი. აი გამოსცადე შენი თავი. ღირსეულად გიჭირავს ხელში. არ მიიღო უღირსად. რას ნიშნავს ეს? როგორ ექცევი ეკლესიას, ქრისტეს სხეულს? როგორ ექცევი? ხარ მოზიარე, თანამოზიარე ხარ მისი სიხარულის და ტკივილის. ეხმარები რომ ზიდოს ყველამ თავისი ტვირთი. უწვდი ხელს გაჭირვებულს. აი რას ნიშნავს ძვირფასებო მოზიარეობა? არავინ არ ვიცი თვალე რა იქნება. შენ ხვდება ყოველ მომდევნო დღეს, რასაც თესავ წინა დღით. ამენ. და საგულისხმოა. მოდით ნახოთ შემდეგი ძალიან საინტერესო ილუსტრაცია ძვირფასებო. ქვემოწერია, აბა, წავედი ეკლესიაში. რა ქნას ამ გელმას შეცივდა და იცვამს ქურს, კაცო. თოვლია გარეთ. შენიღბული ქრისტიანი მომრავლდა ეკლესიაში. ნახე როგორ თვალები აქვს. წინავს გეუბნება რომ მიყვარხარ. ძულხარო ეშმაკი ასე არავისთან არ მედის. უნდა გაგანადგუროო ასე არ მედის. მიყვარხარო ეუბნება. ეუბნება რომ შენ გტანჯავენ მაგ და მე მაქვს უფრო კარგი გზა. ჰალელუია. პავლე ამბობს ჩემ შემდეგო ბევრი მოვა. გადაცმული მასწავლებელი, მართლა მგელი კი არ შემოვარდება აქ და დაგვიწყებს კბენას. გადაცმული წინასწარმეტყველი, გადაცმული პასტორი, გადაცმული მახარებელი, გადაცმული სულიერი.
რომელიც რა სიტყვის იცი? მას ღმერთმა უთხრა რომ ეს გაუწყოს. არ ვიცი რომელ ღმერთს ესაუბრობენ. ამიტომ წრფელი იყავი პირდაპირი რა საერთოა სინათლესა და სიბნელეს შორის. რა საერთოა? ხე ნაყოფით შეიცნობა ძვირფასებო. ვის რა ნაყოფი აქვს შეხედე? იმიტომ რომ თუ ვინმეს ელაპარაკები არასწორი პოზიციიდან. პირველ რიგში შენი ნაყოფი უნდა ლაპარაკობდეს. შენი ოჯახი უნდა ლაპარაკობდეს. ან თუ ვინმე გელაპარაკება, რა ნაყოფი აქვს მის ოჯახს შეხედე. ესმეს რომ არ ცდუნდე და რომ მიხვდე, სად უნდა იყო? რომ იცოდე ვისთან უნდა გქონდეს მოზიარეობა და ვისთან არა. ამენ? რომ იცოდე ვისთან გქონდეს და შეხვიდე მოზიარეობაში და ვისთან არ შეხვიდე. გეყურებათ? რაც არ უნდა კარგად იყვნენ შეხმატკბილებული ცხვრები ძვირფასებო და ძლიერიც იყვნენ. როდესაც მგელი მოდის ფარაში, ვერც ერთი ცხვარი ვერ დაიცავს სხვა ცხვარს ამ მგლისგან. ყველა გარბის. გესმით? ვერც ერთი ვერ დაიცავს. ეს ძალაუფლება მხოლოდ წემს მისცა უფალმა თავისი კვერთხით და საყრდენით. შენი გუნდია ეს, შენი ოჯახია ეს. ამენ. იცოდე ეს. ამიტომ ბოლო დროს ბევრი მოვა უფალი ამბობს. ძალიან ბევრი. როგორი? აი ეს მუთფილმიდან რომ გვაქვს ხოლმე და ვაჩვენებთ. აქ შენიანია, იქ მისიანია. ვინ არის ნამდვილი მეგობარი? ვინც მარტო პირში კი არ იტყვის რომ მიყვარხარ და დაგიცავს. პირს უკან. და არა მარტო ის კი არ ახარებს რომ შენზე კარგი ესმის. წყენს თუ ვინმე ცუდს ამბობს და გიცავს, როცა შენ არ ახარ იქ. აი ეს არის ნამდვილი მოზიარე ქრისტიანი. კიდე ასეთი იყო. ნუ ელოდები სხვა რო გახდეს ესეთი, შენ გახდი ესეთი და ღმერთი წამოგწევს და გაკურთხებს. ამენ. უფალს აქვს შენთვის საოცარი გეგმა და მასაც ოცნება აქვს რომ შენ მიაღწიო ამ მწვერვალებს. ამენ. დაიკურთხო და არა მხოლოდ შენ გაკურთხოს, რომ შენ სხვათა მაკურთხებელი გახდე. ამენ ძვირფასო. თავი რომ იყო და არა კუდი. გამცემი და არა მიმღები და მსესხებელი. აი რა ოცნება აქვს უფალს, მაგრამ ვერ დაგაძალებს ამას. შენ ეტაპობრივად უნდა მიაღწიო ამ ყველაფერს. დიდება უფალს. იყავი მწყემსის გუდაში ერთგულად. და შემდეგი მომენტი ძვირფასებო, ეს არის ლოცვა. 4 ხო იყო ჩამოთვლილი. ესე იგი მოციქულთა მოძღვრება, მოზიარეობა, პურის გატეხვა და ლოცვები. მოდი ლოცვას შევხედოთ. შესმენელი იქნება შენი ლოცვა თუ შეისმენ ღმერთის წმინდა სიტყვას. თუ შენ ღმერთის სიტყვას არ ისმენ და არ ასრულებ, შენი ლოცვა არ იქნება შესმენელი. ამენ. თუ შენ შეასრულებ ღმერთის სიტყვას, მაშინ ღმერთი დაგინახავს შენ. მოდით ნახოთ, კარგი ილუსტრაცია გვაქვს. ნახეთ, ჩვეულებრივი უსუსური პატარა გოგონა დგას, მაგრამ ღმერთი როგორც მეომარს უყურებს და აძლიერებს მას. ჰალელუია. რატომ? იმიტომ რომ ის ისმენს, მის ნებაშია. ესე რო არ იყოს, ხო, ჩვეულებრივად იქნება იგივე სურათი სარკეში. აი როგორ გიყურებს ღმერთი თუ სიტყვის შემსრულებელი ხარ, შენი ლოცვა იქნება შესმენელი. გარღვევს ყველაფერს და მივა ღმერთის ტახტთან შენი ლოცვა. თუ ხარ დამჯერი მისი სიტყვის, დიდება უფალს. უფლის წინვალება და სინათლე მოგეხმარება, რომ აღარ იყო სიბნელეში. შენ არ გჭირდება სიბნელესთან ბრძოლა. იყავი სინათლეში და ის დამარცხდება. შეწყვიტე სიბნელესთან ბრძოლა. ალო. შეწყვიტე სიბნელესთან ბრძოლა.
იყავი სინათლეში და ის აღარ იქნება, გაქრება. ამენ, გაცამტვერდება, აორთქლდება. იყავი სინათლეში. ჰალელუია. როცა ღვთიური ურთიერთობა და იესოს სისხლი გწმენს, როცა მოზიარეობაში ხარ, მაშინ უფლის ნების აღსრულებელი ხდები. მოდი ერთი ადგილი ავიღოთ და დავამთავროთ ვიფასებო. 1 იოანე 1:7. ხოლო თუ სინათლეში დავდივარ, როგორც ის არის სინათლეში, იესოს სინათლეშია. შენ არ გჭირდება სინათლე ეძებო, იყავი იესოში და შენ აღარ ხარ სიბნელეში. გესმით? იესოს გარდა ყველაფერი არის სიბნელე. იესოს გარდა ყველგან სიბნელეა ძვირფასნო. სულიწმინდა იმიტომ მოვიდა ჩვენთან, რომ იესო განადიდოს და მოგეხმაროს მის გამდიდებაში. თუ ვინმე სხვა სიტყვას გიქადაგებს, თუ ვინმე ისეთ რაღაცას გეუბნება, ვინც არ უნდა იყოს, ყველაზე საყვარელი თუნდაც, უფალმა გაგვაფრთხილა, რომ შენი მტერი შინაურიაო. ყველაზე ახლობელიც, თუ იესოს სიტყვას არ ციტირებს, თუ უფლის ნება არ არის მის მოწოდებაში, მის შეთავაზებაში, მის მოთხოვნილებაში, ეს სიბნელეა და სასწრაფოდ უნდა მიატოვო ეს ყველაფერი. ამენ. უთხარი შენს გვერდით ვინც ის არ გაყვე არავის სიბნელეში. ამენ. იყავი სინათლეში. იესოა სინათლე. ჰალელუია. ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, როგორც იესოა სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან. ერთმანეთთან გვაქვს მოზიარება მხოლოდ იესოში ძვირფასებო. ის მის ნებაში, მის გეგმებში, სხვაგან არ არის სინათლე. არის ურთიერთობა, შეიძლება კარგი რაღაც მაკაცური, ჯიგრულ პონჩი ერთმა რო თქვა. შეიძლება უგებენ ერთმანეთს, არ ვიცი. მაგრამ უფალი გვეუბნება. ამენ, რომ როგორც ის არისო, თუ ვართ მასთან, უკვე მიტოვებული გვაქვს სიბნელე. ამენ, იწყებ მოზიარეობას, არ აქვს მნიშვნელობა ის როგორი ხასიათის არის. შენ უნდა იყო მოზიარე მისი. ამენ, თუ უფრო სულიერი და ჭკვიანი ხარ მასზე და ძლიერი, ზიდე მისი უძლურება. ამენ, თავდაბლობით დაეხმარე. არა ესეთი ნახე მე რა გაგიკეთე შენ. ძალიან ბევრი ესე იცის ხოლმე დაყვედრება, მე გაკეთებული მაქვს შენთვის. გინდა იესო გაგაყვედროს რა აქვს გაკეთებული შენთვის? შენ მასთან თანაფარდობით რამდენი გაკეთებული ვიღაცისთვის, რაც იესოს შენთვის? მიუახლოვდება საერთოდ. კოჭებთანაც ვერ მივა. ამიტომ აღარ დააყვედრო ვინმეს რამე. ამენ. უანგაროდ აკეთე. არც ელოდო არაფერი მისგან. ამენ. განსაკუთრებით კიდე ერთხელ გიმეორებ, ქვრივო ბოლს. ხელი გაუმართე. ამენ. აღარ მაშინ გვაქვს მოზიარეობა ერთმანეთთან და მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი გწმენს ყოველგვარი ცოდვისგან. ჰალელუია. იცი რაღაც ცოდვა ჩაიდინე უნებლიეთ, შენ მოზიარეობაში ხარ, შენ უფლის ნებაში ხარ, შენ სინათლეში ხარ. შენ ხედავ და აღარ არის ნაკვალევი ამ ცოდვის. ღმერთმა იმის გამო რომ უჯერებ მას და მოზიარეობაში ხარ, უკვე გაგათავისუფლა. ამენ. ვიდრე ილოცებ, უკვე თავისუფალი ხარ, იმიტომ რომ ხარ მოზიარეობაში იესოს სახელით და ყველა მოზიარემ თქვა იდება ჩვენს უფალს, ხება ჩვენს უფალს. ეს რა არის? გაიღვიძეთ და ისე მიუძღვენეთ უფალს. ჰალელუია. ამენ. მოდი წამოვიდეთ.